ანტიევროპული პროპაგანდა ეფექტურად მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მმართველი პარტია გამუდმებით გვიმტკიცებს, თუ რაოდენ საშიშია ევროპა ქართული იდენტობისთვის და ქართული ღირებულებებისთვის. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას ამ ცრუ პროპაგანდის განმტკიცებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენივე თანამემამულეების ნაწილიც ეხმარება. ჩნდება ლოგიკური კითხვები. თუ კი ასეთი საშიში და გარყვნილია ევროპა, რატომ სწავლობენ და ცხოვრობენ ევროპაში ქართველი მაღალჩინოსნების შვილები და ოჯახის წევრები? რატომ იძენენ უძრავ ქონებას და დადიან დასასვენებლად ესოდენ საშიშ და გარყვნილ გარემოში? რატომ ანიჭებენ უპირატესობას ევროპულ სამედიცინო სისტემას და სარგებლობენ მისით? და კიდევ ბევრი სხვა მრავალი. ასევე ჩნდება კითხვები ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებაში, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ ოჯახებით წლების განმავლობაში. რა გაიძულებთ იცხოვროთ და აღზარდოთ შვილები და შვილიშვილები იმ გარემოში, რომელიც ასე ძალიან საშიშია და გარყვნილი? თუ თქვენ ასე გძაგთ ის გარემო, სადაც წლებია ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, მაშინ რატომ არ ბრუნდებით სამშობლოში, სადაც შეგეძლებათ ღირსეულად ცხოვრება და მომავალი თაობების აღზრდა? ამ დროს ქართული ხალხური ანდაზა გვახსენდება. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ზემოთ დასმულ კითხვებზე კი დაფიქრება და პასუხები თქვენთვის მოგვინდია.